რო დაიბადა, ყელში ჰქონდა ნაპრალი, რბილ სასაზე. რამის დაიღუპა ბავშვიც და მეც. სასუნთქსა და საყლაპავს შორის აქვს ის ნაპრალი. და ყვების დროს შეიძლება გადასცდეს. ამოიგუდოს ძილის დროსაც მთელი ღამეები არ ამძინავს. რო ვყარაულობ ბავშვს, რო რამე არ მოუვიდეს. იქ მითხრეს, რომ უნდა მყოლოდა ბავშვი ხელოვნურ კვებაზე, ბანკაღეთს 45 ლარი, რომელსაც ვყიდულობ ახლა. 3 ბანკაღა დამრჩა, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო მერე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვებისთვის მაინც იყოს საჭმელი და ჩვენ შეიძლება სუმშივრებიც დავრჩეთ. არა გვაქვს სახლი, ვცხოვრობთ მაზლის სახლში, რომელიც ყიდის თან სახლს და შეიძლება დავრჩეთ ღია ცისფერში. მტერს არავის არ ვუსურვებ, ისეთი ცხოვრება გამოიაროს, როგორიცაც მე გავდივარ ახლა. ბავშვები ჩემთვის ბედნიერებაა, მაგრამ ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში ძალიან ძნელია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.